მოგესალმებით ყველას. მინდა მოგიყვეთ ერთი ლამაზი დღის შესახებ, რომლის ინიციატორი გახდათ მამა ილია. მამა ილიამ ერთ-ერთი წლის დროს შემომთავაზა, რომ არსებობენ ესეთი ადამიანები, შეშემო პირები, რომლებთანაც შესაძლებელი იყო ანსამბლის მისვლა და კონცერტის ჩატარება. ჩვენ ამას ძალიან დიდი ენთუზიაზმით მოვეკიდეთ, ნამდვილად ძალიან დიდი ერთსულოვნება იყო ანსამბლშიც, მშობლებშიც, ბავშვებშიც, დღეებს ვიცვლიდით და დადგა ის ნანატვი დღეც, როდესაც ჩვენ მივედით ამ ადამიანებთან, ნამდვილად ძალიან დიდი ემოცია იყო, ძალიან დიდი სიხარული, ისინი ჩვენთან ერთად ჩართულები იყვნენ სიმღერაში, ცეკვაში, ყველაფერში ფაქტიურად. მე გამაუცა მათმა ნამუშევრებმა, მართლაც ძალიან საინტერესო ბევრი ნამუშევრები ჰქონდათ, რაც მათ ეხმარებათ იმ ყველაფერში, რომ გაიუმჯობესონ თავიანთი გამრთელობა და თერაპიები ჰქონდეთ ამ კუთხით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამით არ დაგვისრულებია ჩვენი ვიზიტები, ეს იქნება მუდმივი, ჩვენ დავგეგმეთ, რომ ყოველწლიურად განვახორციელებთ ხშირ ვიზიტებს, იმიტომ რომ ჩვენ ეს ადამიანები ფაქტიურად შეგვიყვარდა და ძალიან ახლობელი ადამიანები გახდნენ ისინი ჩვენთვის. ყოველთვის მივალთ, ყოველთვის გავახარებთ, ყოველთვის დავინახავთ ამ ადამიანებში სიკეთის და იმედის მარცვალს. ჩვენ ვართ ამ ადამიანების იმედები და საზოგადოებას მივმართავ, რომ არ დავივიწყოთ ესეთი ადამიანები და ყოველთვის მივიდეთ, გვერდში დაუდგეთ და დავეხმაროთ, რომ იყვნენ საზოგადოების სრულუფლებიანი და სპასოვანი წევრები.